თუ სიბრაზემ გაგაბოროტა, ეს ძალიან ცუდია. მაგის ხარზე იყავი? კი. სიბრაზემ ჭამდა და ანადგურებდა ჩემში სასიცოცხლო ენერგიებს. ეს ეკა კვესიტაძეა, ჟურნალისტი, YouTube არხ მისმინეს იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი. ჩემი მიზანია ტელევიზიის გაკეთება საბოლოო ჯამში. აღარ შემიძლია იმედგაცრუებები, აღარ შემიძლია, ანუ ემოციების ესეთი ჭარბი რაოდენობით ჩემში არსებობა აღარ შემიძლია. ამიტომ მგონია რომ ამასთან ყველაზე კაი გამკლავების მეთოდი არის შრომა, აი რა შეგიძლია ის აკეთე იმაზე მეტი რაც გეგონა რომ შეგეძლო. რამდენიმე დღის წინ მისმინე 1 წლის გახდა. წავედი იმ სივრცეში, სადაც მე მქონდა გადაწყვეტილების მიღების საშუალება და სადაც გავაკეთებდი იმას, რასაც ტელევიზიაში ვოცნებობდი. მე გადავეჩვი ამ კატეგორიებით აზროვნებას. აი, ხა მისი მეტი მაგ ეს მოხდება. ჩავხარე თავი და ვმუშაობ იქ, სადაც ჩემ მუშაობას მოაქვს რაღაცა სარგებელი. ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ როგორც მედიაზე ზეწოლის პირობებში შექმნილ ამ ახალ პლატფორმაზე, ასევე იმაზე, რა გამოწვევები ჰქონდა თანამედროვე ქართულ მედიას ბოლო 10 წლეულებში. ჩემ თვალწინ განვითარდა ამ ქვეყნის აღზევება და დაცემა. რეალურად კრიზისში შეგიძლია აღმოაჩინო შენი შესაძლებლობები და ერმაც ესე როგორც ადამიანმა კრიზისში შეიძლება აღმოაჩინო შენი თავი უკეთესად და კრიზისიდან გამოხვიდე ბევრად უფრო ძლიერი იდენტობით. აქ დაჭედილი სკამები უნდა იყოს. ხო, ისეთი ოთახი. როგორ ხარ ეკა? რა ამ ოთახში დაკითხვისთვის მზად ვარ. ძალიან კარგი. დავიწყოთ მისმინეთი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინა კვირაში ხო გახდა 1 წლის და მოვისმინე, რასაც ამბობ მასზე და ამბობ, რომ ეგ რო არ გამეკეთებინა, არ ვიცი როგორ გადავრჩებიო. და საინტერესო მედია პროდუქტია, ხო, თუმცა YouTube-ისგან განსხვავებული რაღაც ნახევრად ტელევიზია, ნახევრად YouTube და მე მგონი ეგეც იყო, ხო, განზრახვა. იცი რა, რო გითხარ რაღაცა ჩაფიქრებული მქონდა ესე, რომ რაღაცა ნახევრად სატელევიზიო პროდუქტი ყოფილიყო YouTube-ზე. ანუ სატელევიზიო პროდუქტია YouTube-ზე. მოდი ესე ვთქვათ. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი წელი სატელევიზიო გამოცდილება მაქვს, ამას ვერ გავეკეცი. და თავიდან როცა ეს დავიწყეთ, მეუბნებოდნენ, რომ იცი რა არის, მოდი რაღაცა ცოტა უფრო YouTube-ური გააკეთე. მაგრამ არც მე, არც ლევანმა არ დავთმეთ იდეა, რომ ის ყოფილიყო უფრო სატელევიზიო ფორმატის და რავი, მე მომწონს, მგონია, რომ განსხვავებულია, ვიზუალურადაც უცებ შეამჩნევ, რომ მისმინეს უყურებ და ესეც მნიშვნელოვანია, რომ ამოცნობა მარტივია, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი შინაარსია. რაც მე მგონი შემოიტანა ქართულ სივრცეში, მათ შორის ტელესივრცეშიც, იმიტომ რომ ტელევიზიაზეც, ფორმულაზეც გავდივართ. ხო, ეს მნიშვნელოვანია. ვინ არის ძირითადად აუდიტორია, იცით? იმიტომ რომ YouTube-ის სიკეთე ეგაა, რომ აუდიტორია შეიძლება ძალიან დეტალურად იცოდე. შორის უფრო მეტი კაცია ვიდრე ქალი, უფრო 35-დან 55 წლამდე. აი, ეს არის ჩვენი ძირითადი მაყურებელი. და გადანაწილებულია გადაცემების მიხედვით, თქვათ, ბეკა კობახიძეს უყურებს უფრო მეტი კაცი, დაახლოებით 80%-მდე კაცი. რაზეც მე გული მწყდება, იმიტომ რომ გონია, რომ ის ანუ ქალებიც ისევე უნდა დაინტერესებულები იყვნენ ისტორიით, როგორც კაცები. ამაზე ცოტა გული მწყდება, რატო არ უყურებს მეტი ქალი ისტორიაზე პოდკასტს. არჩეულებრივ პოდკასტს კიდე ერთხელ ახალგაზრდები? ახალგაზრდებში აი სადღაც 25 წლამდე მაყურებელი არ არის ბევრი. მეც მგონია რომ ჩვენც ახალგაზრდების მოხალხება უფრო გვიჭერს და სულ მაინტერესებს სად არიან და რა აინტერესებს. ხო, აი დღეს მქონდა საუბარში სახალისო დაბადების დღეს აღნიშნა და ახალგაზრდები იყვნენ და რაღაცნაირად იმათაც მივმართე, რომ მეთქი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ თქვენი გული მოვიგოთ და რაღაცნაირად მოგიზიდოთ. არ ვიცი, აი ამაზე ვფიქრობთ, როგორ შევძლოთ მათი მოყვანა YouTube ეკრანებთან. იმიტომ რომ ტელევიზიისთვისაც ეს დაკარგული რაღაც მაყურებელია. ტელევიზიებს უფრო ასაკში შესული ადამიანები იყურებენ. სამწუხაროდ ესენი არიან გადართული მხოლოდ TikTok-ზე. ესეთი შთაბეჭდილება მჩემა Instagram-ი, TikTok-ი, უფრო ძალიან მოკლე ფორმატების ყურება. ხო,
არ არის მარტივი საქმე. არანაირად. და მისმინეს პროდუქცია, ესეთი სახასიათოა ხო ყველა ავტორისგან იცი პრინციპში, რაც შეიძლება ელოდო, ხო? ანუ თავიდანვე ეს ხალხი გინდოდა რომ ყოფილიყვნენ თუ გზადაგზა. ხო, თავიდანვე, ანუ ნახე ეს სტრატეგიულად აალაგე რომ ეს ნიშა თუ იცი რა არის, აი ტელევიზიაში რომ ვიყავი, იქიდან მოყოლებული არ გახანი ვფიქრობდი ამაზე. მე მიყვარს, როცა ჩემ თავს ვაკვირდები როგორც მაყურებელს, ანუ რაღაცნაირ დისტანციიდან, აი რა მინდა ეხლა, რას უყურებ, რატო უყურებ რაღაცას. და რაღაცა ბოლო პერიოდი შევამჩნია, რომ ძირითადად YouTube-ზე ვუყურებდი ანალიტიკა რაც შეეხებოდა და ტელევიზიებს ვიყავებდი უბრალოდ ინფორმაციის სწრაფად მისაღებად. რა იყო თქვათ ახალი ამბავი იმ დღეს, მაგრამ აი თქვათ ვიღაც ტელევიზიაში ცხოველად მოყვანილი ყავს ვიღაც, აი მივხვდი რომ ვერ კონცენტრირდები ისე კარგად, როდესაც უყურებ ტელევიზორს, ვიდრე უყურებ YouTube-ს. ანუ იქ გაცილებით უფრო კონცენტრირებული ვარ, ვუსმენ უფრო კონცენტრირებულად და ვიფიქრე რომ აი ესეთი რამე კარგი იქნება რომ ქართულ YouTube სივრცეშიც გაჩნდეს რაღაცა ესეთი სერიოზული შინაარსის მატარებელი არხი და რაღაცა სუმაკდა ტელევიზიაში, იმიტომ რომ სულ უფრო და უფრო იშიგნებოდა და იშიგნება ტელევიზიაში შინაარსისგან რაღაცა უფრო მეტი ხმაურია ვიდრე შინაარსი. რატო დაემართა ეგ ტელევიზიებს? ხმაური ძალიან აღარ მიყვარს ხმაური. არ მიყვარს ხმაურიანი გადაცემები. ხმაურის თან თქავს შინაარს და მინდოდა რომ რაღაცა შინაარსი ჩემევსო ეს ხმაური ჩამენაცვლებინა შინაარსით. მაგას ხო პრინციპში ტელევიზიაში ყოფნის დროსაც ვცდილობდი, მაგრამ რატო გახდა ეს ჩვენი ტელევიზიები ესეთი ხმაურიანი რა ახსნა გაკ? ხო, იცი რა არის, რაღაცა აი, რავი, მე აღარ მიჩნდება სურვილი რომ ტელევიზიებს უყურო. ზოგადად მარტო ქართულ ტელევიზიას კი არა, აი იმიტომ რომ ანუ ქართულ ტელევიზიებსაც დაემართათ ეს. ჯერ იმიტომ რომ ძალიან ცალმხრივი გახდა ობიექტური მიზეზების გამო, ანუ კრიტიკული მედია, იმიტომ რომ აღარავინ აღარ მიდიოდა, ანუ არა მარტო ესე თქვათ, ოცნების წარმომადგენლები, არამედ მათთან აფილირებული, მათთან ასოცირებული ხალხიც და შესაბამისად აი დებატები, ეს დისკუსიები აღარ იყო, რამაც საშინელი დარტყმა მიეყენა ტელევიზიებს, იმიტომ რომ მე უბრალოდ სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვეთ, ხო, როცა მე ტელევიზიაში ვიყავით, ერთი და იგივე სტუმარი უნდა მოგეყვანა, იმას ერთი და იგივე უნდა ელაპარაკა, ანუ ვერც სტუმარი და ვერც ჟურნალისტი ვერ იზრდებოდი, იმიტომ რომ ანუ არ ყავდა სპარინგ პარტნიორი, ვისთანაც დისკუსიაში გაიზრდებოდი, ხო? და ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე განცხადებები, ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე განცხადებები და მე ერთ დღეს თავარზეც გადავწყვიტე, რომ მეთქი მე ესე არ მინდა და დავიწყე ტელევიზიებისთვის და პრაიმ ტაიმისთვის სრულად შეუსაბამო თემების განხილვა. მოვიყვანე ახალ საერთოდ უცნობი ხალხი. იმიტომ რომ აი პოლიტიკოსები აღარ მაინტერესებდნენ. მე ვამბობდი რომ თუ მე არ მაინტერესებს ვიღაც, ანუ მისი მოსმენა, რატო უნდა მოვასმეინო ის ჩემ მაყურებელს. ხო, პირველ რიგში მე უნდა მაინტერესებდეს ჩემი გადაცემა, მე უნდა ვიყო ჩემი გადაცემის მაყურებელი. თუ მე ვერ ვუყურებ ამ გადაცემას და არ მაინტერესებს, მაშინ მე იმას არ შევთავაზებ ჩემ მაყურებელს. და დავიწყე ახალი ხალხის ძებნა, ახალგაზრდების ძებნა, თუ ვინმე საინტერესოს ჩავთვლითი, მომყავდა გადაცემაში. ეს იყო პრინციპში წარმოუდგენელი რაღაცა, იმიტომ რომ არც ერთი ჟურნალისტი, არც ერთი გადაცემა არ რისკავდა, ხო? ცნობი ადამიანი მოიყვანა გადაცემაში, იმიტომ რომ შენ რეიტინგი პირდაპირ მიბმულია სტუმართან და მე მქონდა საბედნიეროდ ეს ფუფუნება მთავარზე, რომ რაღაცა ნდობა მქონდა და დამოუკიდებლობა და ვამბობდი, რომ მაცადეთ რაღაცას ვიზამ და ხო, მაგრამ მაგან ხო გაამართლა. გაამართლა, იმიტომ რომ არასოდეს არ მომყავდა ესე ალალბეძე ვიღაცა. მომყავდა ის, ვინც ჩემთვის საინტერესო იყო და მე უკვე გამომდინარე რეიტინგებიდანაც ჩანდა, რომ ძალიანაც გაამართლა ამ მიდგომამ, იმიტომ რომ მაყურებელი მენდო და ფიქრობდა, რომ თუ ვინმე ახალი მოვიყვანა, ესე იგი მისი მოსმენა ღირს და ეს ჩემთვის იყო ძალიან ღირებული ნდობა.
ეს ყველაფერი მინდოდა გამეშალა, ანუ ფრთები მინდოდა გამეშალა ამ YouTube-ზე. ანუ როცა თავი დაიხურა, იყო ძალიან მტკივნეული, უკიდურესად მტკივნეული მომენტი, მაშინ მქონდა ორი არჩევანი, ხო? ან წავსულიყავი ძველი გზით, რომელიმე ტელევიზიაში გადავსულიყავი დარჩენილში. და გამეკეთებინა ერთი გადაცემა და მეგონა რომ ამით არაფერს არ შევცვლიდი, არ ჩემთვის არ იქნებოდა ეს საინტერესო. და რომ ჩემთვისაც აი მუდმივად თუ სადღაც არ ვიზრდები, ის აღარ მაინტერესებს. და ჩავთვალე რომ ეს რაღაც ექსპერიმენტი ძალიან სარისკო ნაბიჯი წამომეწყო. და სხვა შორის არასოდეს არც ერთ ეტაპზე თავშიც კი არ მომსვლევფიქროთ, რომ მხოლოდ ჩემ პოდკასტი გამეკეთებინა. იმიტომ რომ მგონია რომ ეს რაღაცა არასწორია, უნდა გამეკეთებინა პლატფორმა, სადაც იმ ხალხს მოვიყვანდი, რომელიც მე მაინტერესებდა. იმიტომ რომ მგონია რომ ასეთი ანუ უკვე შემდგარი ადამიანი. აი პირველ რიგში მქონდა თავი ყველგან ვამბობ ხარ მალავრო ბექა კობახიძის გადაცემა მქონდა თავში, იმიტომ რომ ეხლა ჯერ კიდე ტელევიზიაში ყოფნის დროს გინდოდა. ეს ჯერ კიდე ტელევიზიაში ყოფნის დროს მინდოდა, იმიტომ რომ მეც აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი იმაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ თუ ისტორია სხვანაირად არ შევხედეთ, ისტორია თუ სწორად არ ვისწავლეთ, ისტორიის შეფასება, მისი კრიტიკული გადააზრება, თუ სწორი გაკვეთილები არ გამოვიტანეთ და რაღაცა ამ მითებიდან და ზღაპრებიდან არ გამოვედით, ისე რაღაცა კრიტიკულად მოაზროვნე თაობას ვერ შევქმნით. და ეს ხანგრძლივი პროცესია, მე არ მაქვს ილუზია, რომ თქვათ ეს რაღაცნაირად ერთ წელიწადში მოხერხდება, მაგრამ პროცესი უნდა დაწყებულიყო, ხო? მით უმეტეს რომ ბექამ გააკეთა ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამაგისტრო პროგრამა, სადაც აი ახალგაზრდა ელიტას ქმნის ახალგაზრდა ისტორიკოსების, ხო? რომელიც ერთ-ერთია შორის, რომელსაც განათლების რეფორმად მიჩნეული ცვლილებები, პროფესორად შემოთავაზებული აუქმებს. ზუსტად აუქმებს, მაგრამ მე მაინც მგონია რომ აუცილებლად გადარჩება ეს პროგრამა სადღაც. ხო, იმიტომ რომ პირველი სამიზნე არის სწორედ ეს ასეთ მოაზროვნე ის კერები, რომელიც მოაზროვნე ახალგაზრდებს ზრდის და აი ეს ახალი ელიტა ისტორიკოსების იქნება გარდამტეხი ჩემი აზრით ჩვენი კოლექტიური ცნობიერების ჩამოყალიბებაში, ახალი იდენტობის ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ხო ძველი იდენტობის ნგრევასა და ახალი იდენტობის შექმნაში ვართ. უბრალოდ ჩვენ ვართ ახლა გაჩხერილი რაღაცა გახლეჩილი იდენტობაში, რაღაც ნაწილი საზოგადოების ხალხის მიიჩნევს, რომ ქართველობა არის ეს, ნაწილი მიიჩნევს, რომ არის სხვა რამ და ამას ყველაფერს რასაკვირველია, აქ საფუძვლად ამას კვებავს ისტორიის განსხვავებული აღქმა, ხო? რეალობისაც პრინციპში. ქართველობა რადგან ახსენე ეგ არის ჩემი საყვარელი საკვლევი თემა. პირველ რიგში ქართველობის აღქმა. ყველა სტუმარზე მაინტერესებს ისტორიიდან მოდის ფესვები. რა არის მათთვის ქართველობა და ხა დროს ვიხალთებ. მითხავ შენი ქართველობა რა არის? ჩემი ქართველობა არის უნიკალური კულტურა, რომელიც იძერწებოდა ძალიან რთულ პერიოდში, რომელიც გადარჩა. და რაღაცნაირად არის ნაზავი ევროპულის და განსხვავებულის, რომელიც რაღაცა უფრო ფერადოვანია, უფრო შინაარსიანია თითქოს თუ ამას სწორად წარმოადგენ, ხო? ჩემი ქართველობა ძეგლები თუ ყოფითი ამბები? არა, ძეგლები, ანუ ჩემთვის ძალიან საინტერესო, ანუ ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ ვარ იმ ერის წარმომადგენელი, აი ჩემთვის იდენტობა ესე, რომ ჩვენ ვართ რაღაცა ჩამონატეხი ბიზანტიური კულტურის, რომელიც დღემდე ცოცხლობს. ის დადასრულდა და აქ გრძელდება. კი, დღემდე ცოცხლობს და დღემდე ცდილობს დაუბრუნდეს თავის წიაღს. ვიღაცები იდარდებენ, იმიტომ რომ ბიზანტიამდეც არ გვაკლდა კულტურა. არა, რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ რაღაცა აღმოსავლურ ქრისტიანული სამყაროს ესეთი რელიკვია ვართ, რომელიც გადარჩა და რომელიც ეძებს თავის ადგილს. და ჩემთვის ქართველობა არის ის, რომ აი იმ დროს ვფიქრობდი,
რომ აი წარმოიდგინეთ პატარა ბიჭი სოხუმიდან ტოლვილი, რომელიც გადმოდის საშინელ გზას ყინვაში, თოვლში, ჩამოდის თბილისში, ცხოვრობს საშინელ საერთო საცხოვრებელში, შემდეგ ტელევიზიაში მუშაობს მცირე ხნით და უეცრად ყველაზე პრეტენზიულ, ყველაზე სნობურ, ყველაზე მძიმედ შესაღწევ ელიტაში დემნაგვასალიაზე ლაპარაკი ხდება მთავარი ფიგურა. და ეს არის ჩემთვის რაღაცნაირად ჩვენი სიჯიუტის სიმბოლო, ერის სიჯიუტის სიმბოლო, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაცა ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გადავლახოთ, ძალიან რთული გზით ვიაროთ, ის კომპლექსი გადავლახოთ, რომ პატარები ვართ, პატარა ერი ვართ და რაღაცა აი ძალიან დიდ ადგილას, დიდი ამბიციებით, დიდ ადგილას, აი მნიშვნელოვან ადგილას აღმოვჩნდეთ. ანუ ეს კონცეფცია ის რომ პატარები ვართ, მაგრამ მაინც იმიტომ რომ აი გადავრჩით, წარმოუდგენელია ქართულ ისტორიას რო გადახედეთ, ისე როგორც ომხები გადარჩნენ, ხო? ისე დიდ ისტორიულ ქარტეხილებს გადავრჩით და მოვედით დღემდე და თუნდაც იმის, ჩემთვის რა არის იდენტობა, ხო? იდენტობის ნაწილი რა არის ქართველობა? აი მე-19 საუკუნეში როდესაც ჩვენში დაიბადა ევროპული განმანათლებლობა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და აი რამდენიმე ათეულ წელიწადში შეიქმნა ელიტა ახალგაზრდა მოაზროვნეების, რომლებიც ფეხდაბეხ მისდევდნენ ყველა იმ მნიშვნელოვან ტრენდს, რაც ხდებოდა სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურს, რაც ევროპაში ხდებოდა და მის განუყოფელი ნაწილი იყო ამ ევროპული ინტელექტუალური ელიტის, აი ეს არის ის, რაც მე მაფიქრებინებს, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამ რთული სიტუაციიდან გამოსვლას, ახალი იდენტობის შექმნას, ახალი ქართველის, რომელიც არის ევროპის, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. მე არ მინდა რომ სადღაც მიწებებულები ვიყოთ, მე მინდა ისეთი ყოფა, სადაც ჩვენი ფუნქცია გვექნება. მაგ ტერმინებს საერთოდ არ გამოვიყენებ ქართული ოცნების ტერმინებს, მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ გვაქვს პოტენცია, არა ის რომ სადღაც მივეკედლოთ ევროპას თუ რომელიმე სხვა ასე ვთქვათ კლუბს, არამედ ის რომ სადაც ვიქნებით. ჩვენი სათქმელი ვთქვათ და ამას მე მაფიქრებინებს ამ ერის ძალიან მოქნილობა. აი წარმოუდგენლად მე-19 საუკუნეში, ხო, ძალიან მოკლე დროში ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ქართულმა მოაზროვნე ელიტამ. ჯერ იყო თითქოს მიბმული რუსეთსა და როგორც კი რუსეთიდან ეს განათლება ჩამოიტანა, პირდაპირ რუსეთის გავლის გარეშე პირდაპირ მიუერთდა ევროპულ ინტელექტუალურ საზოგადოებას. აი პირდაპირ ნახა კავშირები შეიძლება არ იყო, ასე ვთქვათ, მისი სრულფასოვანი წარმომადგენელი, მაგრამ იქ კავშირებს აბავდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ანუ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ქალებს ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ გაცილებით ადრე, ვიდრე ევროპულ განვითარებულ საზოგადოებებში, სადაც პარლამენტში ყვავდა ქალები. ანუ მათ შორის ეთნიკური უმცირესობები, ხო? ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ითვისებს სიახლეებს, ძალიან სწრაფად მოდერნიზირდება, ძალიან სწრაფად მიდის წინ. გავიხსენოთ 2003 წელს, შეიძლება ძალიან ბევრს დაავიწყდა და განსაკუთრებით ახალ თაობას. ჩვენ რა ქვეყანაში ვცხოვრობდით 2003 წლამდე, ჩაბნელებულ, გაუბედურებულ ქვეყანაში, სადაც არანაირი პერსპექტივა არ იყო, რომელიც იყო შეუმდგარი ქვეყანა, სადაც საბურავებს წვავდნენ მოთხოვნით, რომ შუქი გრაფიკით ვქონოდა, სადაც არ იყო არანაირი პერსპექტივა, თითქოს იმიტომ, რომ რაღაცნაირად ვიყავით ტერიტორია, რომელსაც აკონტროლებდნენ რაღაცა კრიმინალური კლანები და სამწუხაროდ ძალიან ახლოს ვდგავართ ამ რეალობის განმეორებასთან დღეს და 2003 წლის შემდეგ ეს იყო
იმდენად სწრაფი განვითარება, იმდენად სწრაფი წინსვლა, რომ შესაძლოა ეს იყო პრობლემა. და ანუ ჩვენ გავხდით ქვეყანას, სადაც საბჭოთა სუნი აღარ იგრძნობოდა. ამას ხო აი ყველა ჩამოსული რუსი თუ პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოსული ადამიანი თუ ის ადამიანი, რომელსაც საბჭოთა კავშირს კარგად იცნობდა და იქ რაღაც წლები ჰქონდა გატარებული. სუნი დაიკარგა. აი ეს სუნი, აი თუ ყოფილხართ სხვადასხვა ქვეყნებში, ყველგან იგრძნობდეთ, ყველა სასტუმროში იგრძნობდით, ყველა რაღაც დაწესებულებაში. ეს სუნი გაქრა. და საქართველო გახდა აი მართლაც აი რაღაცა წარმოუდგენლად წინ წასული ქვეყანა იქედან საიდანაც დაიწყო, ხო, ათვლის წერტილიდან ეს იყო ანუ წარმოუდგენელი სისწრაფით განვითარდა და მე ეს მაძლევს იმედს, ანუ ჩვენი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე ყველგან მქონდა ეს ძალიან ხელშესახები უსწრაფესი პროგრესი, რომელიც ეხლაც მაძლევს იმის იმედს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს როგორ დაუბრუნდით უკან, ხო? დაწყებული დაუბრუნდით კიდევ უფრო უკან, ვიდრე ვიყავით მანამ, სანამ შევარდნაძე იტყოდა, რომ ნატოს კარებს უნდა დაუკაკუნოთ. დღეს ყველასთან გაგვიფუჭდა ურთიერთობა, აღარსად აღარ მიგვესულება, ვართ საერთაშორისო პარიები, მაგრამ შემორჩენილია იმ ძველი საქართველოს შესახებ ჯერ კიდევ მოგონება ყველა ჩვენ მეგობარში და ჩვენ შეგვიძლია რომ ეს მოგონება ვაქციოთ რეალობად ივანიშვილის რეჟიმის წასulis შემდეგ და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ. ანუ მე მესმის იმ ადამიანების ესეთი ცელი და კომპლექსური პასუხი რა არის ქართველობაზე, არავის არ გაუწია, უკვე წავედით. უკვე ხელისუფლება შეცვალეთ. არა, იმიტომ რომ აი ეს უნარი გვაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოვახდინოთ სულილება, ძალიან სწრაფი და ძალიან, აი სწრაფად ვადაპტირდებით ახალ რეალობასთან. კი, მაგრამ მოიცა დაგაბრუნებ იმაზე, ისევ მედიაზე დაგაბრუნებ ახლა. ვინაიდან ჯერ ხელისუფლება არ შეცვლილა, იქნები მერე, თორე ქილაერბოს დასავით მსჯელობა გამოდის. რატო არ გამოგივიდა? ქართველობა ეს არის ჩემთვის ალბათად. კი. არ ეხლაც ანუ ესე არასოდეს არ მიფიქრია, მაგრამ ეხლა რაღაცა პასუხში ჩემთვისაც ჩემი პასუხი ხო არის ემჩნევა ხოლმე ძალიან ბევრი ადამიანისთვის დამიშავებს ეგ კითხვა და ემჩნევათ ხოლმე პასუხში ვისაც ნაფიქრი აქვს ამაზე და ვისაც არ, იმიტომ როგორც წესი გრძელი ხო ეხლა ეს განსაკუთრებით გრძელი პასუხი იყო ვისაც ნაფიქრი აქვს უფრო ის არის ხოლმე შემჭიდროებული რა არის იცი რა სხვადასხვა რამეა აი პოდკასტებში არის ხოლმე გაბნეული ვინც ახსენებს ეგრევე ვეჭიდები მაგას მიყვარს ეგ კითხვა იმიტომ რომ მეც ხოლმე მაინტერესებს რა ვინ რა შინაარსებს ამ ყადაღებული ქართველობის მიღმა რომელიც გონია ყველასთვის ძალიან სხვადასხვა რამეა და რატო არ გამოგივიდათ თავის დროზე ბექას აი ისტორიული პოდკასტის თუ გადაცემის დაწყება ტელევიზიაში აი რაღაცა ტექნიკური პრობლემა არ იყო რაღაცა მოკლედ რაღაც ისე არ აიწყო როგორც ბექას უნდოდა მოკლედ არ იყო სერიოზული მიზეზი. ანუ საზოგადოების საინტერესო დრამად არ გამოდგება. აი და აი სიახლეების იმასაც მოვეჭიდები, სიახლეებისაკენ ერის სწრაფვას. აი მედიისადმი რა პრეტენზიებიც ისმის ხოლმე ერთ-ერთი არის რაც პრინციპში თქვი რომ შენ კი ცდილობდი რომ ახალი ხალხი და დღის წესრიგი შეგეტანა მაგრამ ვინც აღარ უყურებს და ზირთად ინტერნეტით იღებს ინფორმაციას მაგას ჩივის რომ სულ ერთი და იგივე დღის წესრიგია ხალხი ერთი და იგივეა წამყვანები ერთი და იგივეა სტუმრები ერთი და იგივეა და სიახლეს რატო ვერ უღებს კარს მედია იმიტომ რომ ერთი მხრივ ტრადიციული მედია იმიტომ რომ ერთი მხრივ ეგ ის არის გადაწყვეტილებად შეიძლება ჩანდა ამ სისტემაში რომ ახალი ხალხი მიგეყვანა და განსხვავებულ თემებზე გელაპარაკა, მაგრამ მეორე მხრივ თუ საზოგადოებას უსმენს ზუსტად ეგ არის რაც ჭირდება ამ ხალხს. სიახლე ყველგან პოლიტიკაში, მედიაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იცი როგორ არის რომ მედიაში როცა ხარ ძალიან წირი რესურსები გაქვს ხო ეხლა და რაც უფრო დრო გადის მით უფრო და უფრო მწირი ხდება ეს რესურსები და შესაბამისად ამ რესურსების პირობებში შენ გრჩება მხოლოდ ასე ვთქვათ რეაგირების ფუნქცია ანუ რაღაცა ხდება და ამაზე რეაგირებ ანუ ვერ გეგმავ რაღაცა შენს სტრატეგიას როგორი გინდა იყოს ვთქვათ შენი ტელევიზია რა უნდა მიაწოდოს მან ხალხს რა არის შენი პრიორიტეტები როგორც მედიის რა გინდა ანუ
რა მიზანი აქვს შენს მედიას გარდა რაღაცა რეაგირებისა მიმდინარე მოვლენებზე, ხო? აი ამას სხვა რესურსები ჭირდება ხალხი, რომელიც მხოლოდ ამაზე იმუშავებს, რაღაცა პროაქტიულად დაგეგმავს, რომელიც რაღაცა ხედვა სატელევიზიო ხედვა შეიმუშავებს და ჩვენთან აი ამ სიმწირის რესურსების სიმწირიდან გამომდინარე იქიდან რომ ყოველდღიური გადარჩენის რეჟიმში ვართ, წამით უმეტეს ახლა დღეს რაც ხდება ტელევიზიებში არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და გმირობა ამ პირობებში მუშაობა აღარ დავკონკრეტები ჩემი კოლეგების მაგივრად, მაგრამ ეს არის მართლა მე შეგვიძლია ღია თქვა რომ ტელევიზიები პრინციპში ბიუჯეტის გარეშე აბსოლუტურად ხო, ანუ ხელფასის ჟურნალისტები ხელფასის გარეშე მუშაობენ, არიციან ხელფას როდის მიიღებენ, ან რას მიიღებენ საერთოდ, რამდენ პროცენტს თავიანთი ხელფასისას და მუშაობენ უკიდურესად მძიმე პირობებში რა, მაშინ როდესაც ყავთ ორი ოპერატორი ან ერთი რეჟისორი, მოკლედ ძალიან რთულია ამ პირობებში რაღაცა ესეთი შინაარსი შესთავაზო მაყურებელს რა, ძალიან რთული, ანუ ეს მე ძალიან კარგად მესმის და შესაბამისად წავედი იმ სივრცეში, სადაც მე მქონდა გადაწყვეტილების მიღების საშუალება და სადაც გავაკეთებდი იმას, რასაც ტელევიზიაში ვუცნებობდი. და ეკა მისმინე რა არის მაინც უფრო ნაცნობი და შენივე დღის წესრიგის მქონე ხალხისთვის შექმნილი პლატფორმა, რომელიც ტელევიზიით და მეინსტრიმ მედიით დაიღალა და იმედგაცრუებულია და რამე სხვა უნდა თუ ალტერნატივა იგივე პროპაგანდისტული არხების არა, მე არაფრის ალტერნატივად არ შეგვიქმნია ეს. ანუ მარტო საკუთარი გულისჭის არა, ესე არ არის რაღაცა მისია არის საგანმანათლებლო მისია. მისია არის ის, რომ ადამიანებმა ნახონ ამ პლატფორმაზე შინაარსიანი გადაცემები, რომელიც მათ გაუხსნის სააზროვნო სივრცეს და ასმევინებს უფრო მეტ კითხვას, უფრო მეტ ცნობის მოყვარეობას, გაუჩენს წიგნების კითხვისკენ დააბრუნებს, ისტორიის გადააზრებისკენ რაღაცა მისცემს იმპულსს, თუ აინტერესებს საერთაშორისო პოლიტიკა, მიიღებს ისეთ ინფორმაციას და ისეთ ანალიზს ქართულ ენაზე. მგონია რომ ძალიან კარგი ანალიზი გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკის, ვუყურებ უამრავ პოდკასტს და ვერ ვიტყვი რომ ჩვენი პოდკასტები რამენაირად ჩამორჩება მიუხედავად იმისა, რომ თქვათ იქ სტუმრები გაცილებით მაღალი ესეთი დიდი რეგალიების მქონე ადამიანები არიან. რასაკვირველია თავისთავად როცა შენ ასეთ არს ხმნი გაქვს იმედი რომ რაღაცა პროპაგანდის განეიტრალებაშიც მიიღებ მონაწილეობას მაგრამ თვითმიზანი, ასე ვთქვათ, არაფერი არ ყოფილა, მიზანი იყო, რომ შეგვექმნა შინაარსიანი საინტერესო არხი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავის ინტერესის მიხედვით აარჩიონ საყვარელი რაღაცა გადაცემა და იმას უსმინონ და ასეთი ერთგული მაყურებელი ყავს მისმინეს და იმაზე მეტი გამომწერი დააგროვა, ვიდრე თქვათ ჩვენ ყველაზე თამამოცებებში გქონდა ან ვინც იყო ჩვენი ასე ვთქვათ მრჩეველი YouTube-ის სპეციალისტი ის გვიწიას წარმეტყველებდა. ხო, კაი ციფრები გაქვთ, რამდენი გამომწერია? 62 ყავს ახლა, აბსოლუტურად ყოველგვარი ბუსტის და ყველაფრის რეკლამირების გარეშე და ესე წავედით, რომ ვაჭარი ჩვენ ან მაგის ფულით არ ვქონდა და სხვადასხვა რჩევა რომ მოეცათ, მაგრამ მქონდა ესეთი გითხრას რომ კარგია რომ ესეთი ორგანული ეს არის ორგანული რიჩი ვქონოდა და ჩვენი მაყურებელი ესე ნელ-ნელა მოგვეგროვებინა ამ არხის გარშემო ერთგული მაყურებელი რომელიც დარჩებოდა ჩვენთან ერთად. ერთ წელიწადში მშვენიერი კაი შედეგია. არის ვინმე ისეთი, ვინც გინდოდა რომ ყოფილიყო მის მინეზე, ჯერ ვერ მოიხელთე. არა, ყველა მოვიხელთე. ვერავინ ვერ დაგეძრა ხელი და. მაგრამ ფული არ მაქვს. ფული არ გვაქვს. ძალიან ვწვალობთ, ძალიან ეს რო დავიწყეთ ეს პროექტი, ვამბობ რომ ლევანთან მივედი ყუბანეიშვილთან
და უთხარი რომ ლევანა ესეთი იდეა მაქვს. ყავს ხალხი ჩემს გარშემო, რომელიც ანთებულები არიან, იმიტომ რომ მართლა ყველას ერთი ზარი იყო საკმარისი, რომ ყველა დარწმუნებულიყო ამ პროექტის მნიშვნელობაში და ყველას მოენდომებინა ამაში მონაწილეობა. და მოკლედ დავიწყეთ და ერთი თვის ფული მაქვს, ლევანმა მითხრა რომ აგერ სტუდია მაქვს. სატელევიზიო სფეროში ყველა იცავს ლევან ყუბანეიშვილს, როგორც ძალიან დიდი გამოცდილების ტელემენეჯერს და ლევანს ეს სტუდია ქონდა ძალიან დიდი ხანია, აკეთებდა დოკუმენტურებს, ფილმებსაც და ძალიან დაინტერესდა. კიდევ ამბობ, ლევანი რო არ ყოფილიყო, მე ამას რასაკვირველია ვერ შევძლებდი, იმიტომ რომ სრული ტექნიკური უზრუნველყოფა ქონდა მისგან და ასე დავპარტნიორდით, მოკლედ და დავიწყეთ ისე რომ არ ვიცოდი მეორე თვის ფულის როგორ ვიშოვიდით, მაგრამ რაღაცა ნელ არ ვიცი, მქონდა სრულიად სასოწარკვეთის მომენტები, წარმოუდგენელი, თქვენ არ გეხებათ ეს და ნაკლები შემხებლობა გაქვთ ამათთან, როგორც საერთაშორისო, ასე ვთქვათ, მედია ორგანიზაციას, მაგრამ საქართველოში, ხო ძალიან კარგი ხარისხის არის მის მინეს შემიძლია თამამად თქვა ყოველგვარი, ასე ვთქვათ, თავდაბლობის გარეშე, პრესტიჟულია, ყველას მოწონს, და სხვა სიტუაციაში, ნებისმიერ ბანკს, ნებისმიერ დიდ ორგანიზაციას მოუნდებოდა ასოცირება ესეთი მაღალი ხარისხის პროდუქტთან, მაგრამ არ მოდიან ბანკები სპონსორობაზე? არ მოდიან. ვეუბნები, რომ ისტორიის სახით ჩვენ ხო ვაკეთებთ მართლა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. ეს პოდკასტები დარჩება წლები, დარჩება როგორც საგანმანათლებლო შინაარსის ძალიან ძვირფასი საქმე და ამასთან ასოცირება, რომ რაღაცა თქვენ წვრილი შეგაქვთ ასეთი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებაში, ეს იქნება თქვენი იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. არ მოდიან, იმიტომ რომ ასაკვირველი მიზეზი რომ ხელისუფლება ამას ღიად ამბობენ? ღიად მეუბნებიან, რომ პოლიტიკური შინაარსის არის. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი საგანმანათლებლო შინაარსის პოდკასტებია აქ, პოლიტიკური შინაარსის არის და ამიტომ ჩვენთან ასოცირებას არაპირებენ. წარმოუდგენელი იმედგაცრუება, ადამიანები, რომელსაც კარგად ვიცნობდი, გემალებიან, ტელეფონს არ იღებენ, მესიჯი არ პასუხობენ, ის ადამიანები, რომლებიც, ვთქვათ, წინა ცხოვრებაში მეგობრობდნენ შენთან. რომელსაც ძალიან ბევრი ფული აქვთ და მათთვის რაღაცა თან და ბევრ ფულს ხარჯავენ მარკეტინგში. ბევრ ფულს ხარჯავენ მარკეტინგში, მაგრამ არ გეკარებიან. ძალიან ძნელია, მაგრამ რაღაცა მომენტში ამ იმედგაცრუებებს რო ვაწყდებით და საშინელ ხო რაღაცა სასწარკვეთილობაში ყოფილ ვარ ხშირად, რაღაცა მეორეს მხრივ ეს მაძლევს ძალას, რომ ფეხზე ავდგე და რაღაც გამოსავალი ვიპოვო და სულ ამბობ, რომ ეს გვარამიამაც მასწავლა, იმიტომ რომ გვარამიასთან ერთად მუშაობა იყო ამის დიდი გამოცდილება, რომ არასოდეს არც ერთ არანაირ მძიმე მდგომარეობაში არ უნდა ჩამოყარო ხელები და თქვა, რომ აღარ გამომდის. შეიძლება რომ დავიძინო საშინელი დეპრესიული განწყობით, მეორე დღეს ავდგე და დავიწყო რეკვა ხელა. იმ ხალხთან რომელიც არ პასუხობს. ხო, არ ვიცი. და რაღაცნაირად მინდა რომ ეს რაღაცა სიცოცხლის ჟინი რომ ეს გადავრჩეთ. არის რაღაცა მოდის ამ წინააღმდეგობიდანაც ძალიან და მე მივხვდი რომ მიყვარს კრიზისები, იმიტომ რომ ეს კრიზისები ძალიან ბევრ ამას გაჩვენებს, აღმოგაჩენებს საკუთარ თავს პირველ რიგში, რა შეგიძლია, თურმე რაც არ იცოდი. ხო, მე მგონი უფრო შენთვის და შენი თავისთვის იმის დასამტკიცებლად შექმნილი პროექტია, რომ კიდე ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია აღარ არსებობს. ხო, იმიტომ რომ ხო, ეს კრიზისი ეს ფუნქციები კი აქვს საგანმანათლებლო ისეთი ასეთი, მაგრამ ხო, სიამდვილეში მართალი რო გითხრით, ჩემი მიზანია ტელევიზიის გაკეთება საბოლოო ჯამში, ალბათ თუ ამის შესაძლებლობა იქნა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ინტერნეტ ტელევიზია მაინც გავაკეთო მინიმუმ. არ ვიცი, რისი მოთხოვნაც იქნება იმის მიხედვით. საბოლოო მიზანი ეს არის, თუმცა მოდი შევაფასოთ, რამდენად შესაძლებელია. იმ ხალხიდან, ვისაც ურეკავს სპონსორობაზე, 10-დან რამდენი გთანხმდება?
იქ თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ბევრს დაურეკეტავ, ხოლოდ ეხლა 2 და ეხლა მესამე ჩემოდის ძალიან მცირე თანხით. მოკეთ საბოლოო ისტორიაში 3 სპონსორი ყავდა, ეხლა მოკეთ ბუღალტერიით შედაკავდი. მზაობა მინდა შევაფასო ამ ბიზნესს, რომელსაც არ ვიცი, არადემოკრატიული დღის წესრიგი მე მგონი, როგორც მედიას, ასევე ბიზნესსაც უქმნის პრობლემებს, რამდენად აქვს მზაობა იმის, რომ რაღაც თავის კონტრიბუცია გაიღოს. აი ყველაზე მეტად გული მწყდება აი დიდ ბიზნესებზე, რომელთაც აქვთ უნარი და აქვთ შესაძლებლობა და აქვთ გამძლეობაც წინამდებობის გაწევის უნარიც ხელისუფლებისთვის. იმიტომ რომ მე მესმის, ახლა როცა პატარა ბიზნესი გაქვს და რაღაც შენზე მოდის ძალიან დიდი წნეხი, შეიძლება ვერ გადარჩე, ხო? აქ მე ძალიან კარგად მესმის, გან არ მესმის ბიზნესის შიში. მაგრამ მე მგონია, რომ ამ შიშის გვერდის ავლა შესაძლებელია, მით უმეტეს როცა ვლაპარაკობთ დიდ ორგანიზაციებზე, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაა ჩამოკიდებული და დიდი ბოდიში, მაგრამ ხო, არა წყობს პრობლემების შექმნა და მათ შეუძლიათ. უბრალოდ ხანდახან მგონია, რომ ეს არის რაღაცნაირად თავის გამართლების და თავის დაძორენის საშუალება, თორემ 1000 გზა არსებობს იმისათვის, რომ დაეხმარო მედიას, ხო? თან მე როდესაც ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გავწყვიტე, რომ აი ვთქვათ YouTube-ში გადავსულიყავი, იყო ის, რომ ეს უფრო მოქნილი ფინანსური სისტემა. ბევრად უფრო იაფია, იმიტომ რომ ტელევიზიები, მით უმეტეს აი ძველ დროს შექმნილი ტელევიზიები, მაინც აი ძალიან ბევრ ფულს, აი ძალიან ბევრი ხარჯი აქვთ რა, რაღაცა აპდეიტი ჭირდებათ იმისათვის, რომ უფრო ასე ვთქვათ დაბალ ბიუჯეტზე იმუშაონ და ეს არის ძალიან მოქნილი პატარა ბიუჯეტის ორგანიზაცია, რომელსაც არ ჭირდება რაღაცა დიდი თანხების აარსებოთ. ამიტომ ეს იყო ერთ-ერთი მოტივაცია, რის გამოც გადავწყვიტე, რომ ძალიან ახლა როდესაც ტელევიზიაში მუშაობ და ხედავ, ხო, რაში რამდენი ფული იხარჯება. მარტო მაგალითად რეიტინგებში მე მგონი რაღაცა უზარმაზარი თანხა იხარჯებოდა, რომ რეიტინგები მიგეღო და თუ იმ რეიტინგების ფულს არ გადაიხდიდი, ისა რეკლამის ვერ გაყიდდი. ამიტომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ აი ამ ძალიან მცირე ბიუჯეტის შევსებაც ძალიან გვიჭერს. ძირითადად ადგილობრივ ბიზნესზე ხართ დამოკიდებული შემოსავლების მხრივ, იმიტომ რომ უცხოეთიდან თანხების მიღება ფაქტობრივად კრიმინალიზებულია. თან ყველაზე სიქიჟე ჩემი მხრიდან ის იყო, რომ ეს ყველაფერი დავიწყოთ მაშინ, როდესაც ბიზნესს, ანუ რაღაცა უზარმაზარმა ტალღამ გადაგვიარა რეპრესიების დიდი ტალღა დაიწყო, ბიზნესი დაშინებული იყო, ხალხი დეპრესიაში იყო, საერთაშორისო ორგანიზაციები, ხო, უამრავი ციხეში, საერთაშორისო ორგანიზაციები გასული ქვეყნიდან, უცხოური ფულის მიღება შეუძლებელი. ათლასიგიჟე იყო ახლა რა უყურებ, რა ვიცი, რის იმედი მქონდა, მაგრამ ეს ალბათ რაღაცა გადარჩენის ინსტინქტიც იყო ჩემთვის. და თუ ტელევიზიად გარდაიქმნა მისმინე, რა შეცდომებს არ გაითვალისწინებთ, რაც ქართულ ტელევიზიებს სხვადასხვა დროს დაუშვიათ, ხმაური აღარ იქნება? ხო, აი ხმაური ძალიან მაღიზიანებს. მაგას პირდებით, რომ ხმაური ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ შეცდომას არ დაუშვებთ, იმიტომ რომ შეუძლებელია შეცდომები არ დაუშვათ, რაღაცებს აკეთებ. უფრო ხო, ნაკლებად ისტერიულები, უფრო საქმიანები ვიქნებით, იმიტომ რომ ისტერია დამღლელია და გადამქანცველია, გამომფიტველია. მე არ მიყვარს, როცა რაღაცა ყვირილით მელაპარაკებიან. მელაპარაკე უბრალოდ, ამიხსენი რა ხდება. უფრო მშვიდი, უფრო საქმიანი, უფრო არ ვიცი, უფრო პროფესიონალური, არაფერს არ ვერჩი პირიქით, ქართული მედიები არის დღეს საუკეთესო რაც დაგვრჩა და ერთადერთი მართლა ერთ მოყანყალებულ ფეხზე დგას დღეს რავი, თუ დემოკრატია შეიძლება ერქვას, აი რაღაცა იმედი, რომ გადავრჩებით დგას აი მოყანყალებულ ფეხზე, რომელსაც მედია ქვია და ეს ნარჩუნდება ეს ყველაფერი ცალკეული ადამიანების მართლა გმირობის ხარჯზე. ამიტომ ხელოვნებელ მედიას მიმართ მე მგონი არანაირად აღარ უნდა ვიყოთ ისეთ პირობებში მუშაობენ, რომ ვერანაირად ვერ ვიქნები, ჟურნალისტიც რომ არ ვიყო, ვერანაირად ვერ ვიქნები კრიტიკული და აი ძალიან აღიზიანებს რაღაც რო ხდება და
პირველ დამნაშავე ჟურნალისტებში რო ეძებენ ხოლმე აი ეს აი ძალიან დამღლელია და ძალიან უსამართლოა. ხო, მაგრამ მე სხვათა შორის ამ ბოლო პერიოდში რაც კრიზისი ღრმავდება და სხვა პროფესიის ხალხი ჩივის კოლეგიალობის ნაკლებობაზე, არ ვიცი, როცა ექიმს იჭერენ წუხან რო ექიმები რატო არ იღებენ ხმას და როცა კიდევ ვიღაცა სხვას რაღაცა პრობლემა ექნება, ბევრისგან მომისმენია, რომ აი ჟურნალისტებმა რო აჩვენეს ეს რაღაცა გამძლეობისა და კოლეგიალობის მაგალითი, ეგეთი ცოტა პროფესია მაჩვენაო. ანუ მე მგონი ერთი მხრივ ყველაფერში დამნაშავე მაინც საბოლოოდ მედია ხოლმე. მეორე მხრივ აი განწყობა მე მგონი შეიცვალა რაღაცა ნაწილში საზოგადოების. ხო, ფლუქტუაციურია ხან ასია ხოლმე, ხან ისე, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ანუ რატომღაც აი რაღაც ქართული მედიის მიმართ იყო ხოლმე სულ რაღაცა მაქსიმალისტური მოთხოვნები, ხო ღმერთო, აი რა. სადაც ძირითადად არაფერი არ მუშაობს. არაფერი არ მუშაობს. აი მედია იყო წარმოუდგენლად მაღალი დონის და არის აი ყველაფერ სხვასთან შედარებით, ხო? ხო და ეს მაქსიმალისტური მიდგომა ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აი წარმოუდგენლად რთულ ვითარებაში მუშაობენ, ესეთი იყო რა, უსამართლო იყო და ამიტომ მგონია, რომ ქართულ ჟურნალისტებს მეტი დაფასება ჭირდებათ, იმიტომ რომ რაღაცა ხონდა მიიღო კომპენსაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ნახე, აი რაღაცა ესეთ პირობებში, როცა შრომობ, თან ძალიან ძნელია ჟურნალისტიკა. და ეგ არასოდეს არ გიფიქრია, ხო, რომ ბარემ პროფესიაც ხო არ შემეცვალა. არასოდეს. ჟურნალისტი ვარ, საოცრება, იხა რომ მეუბნებიან ხოლმე, რომ აი ვერ მომიფიქრებია პროფესია, ბავშვები, ანუ რა, 20 წლის ახალგაზრდები. მე ვიცოდი, 12 წლიდან და 12 წლიდან ამ ამბავში ვარ, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ამ პროფესიის გარეშე. ეს პროფესია არის ჩემი მთელი ცხოვრება, ანუ მე ვერ გამოვყოფ რაღაცა ჩემ ცხოვრებას, ჩემი პროფესიიდან, ანუ ძალიან შესისხურცებულია ერთმანეთსა. ქალაქში ხმები დადის ციგნის დაწერას ცდილობს. 98 წლიდან ვარ ამ რაღაცა საკითხში. 21 წელს ვიყავი მუშაობა რომ დავიწყე. დავიწყო სოციალურ გაზეთში ლიტერატურის მომხილველად. თამას წივწივაძეს გადაეყარა, ხო? თამას წივწივაძეს. არა, თამას წივწივაძეს. პრეზომა შოკოლადთან საბედი. თუ დამწუხაროდ შეხება არ მქონია. და რაღაცა თავიდანვე ძალიან საინტერესოდ დაიწყო ჩემი კარიერა. წარმოვიდგინეთ ლიტერატურულ საქართველოში 2 წელი იწერებოდა ჩემზე სტატიები. და ყველა სასაცილო ის იყო, რომ როცა დავიწყე, რაღაც პირველი სტატია დავწერე ლიტერატურულ საქართველოს, რომელიც იყო რაღაცა ფაშიზმის ბუდე და აი რაღაცა შავრაზმელობის და ყველაფერი რეგრესულის და ყველაფერი ცუდის აშ ვერ მიყვნენ რომ აი ვინ არის ეგ თქვენს რომ ნაირეგელაშვილის ანუ ბათს არ ვარსებობდი, იმიტომ რომ ბიოგრაფია არ მქონდა. და რაღაცა რომ ფიქრობდი, რომ აი რაღაცა ძალიან ბევრი საინტერესო მოვლენის შუაგულში ვიყავი, რაღაცა ჩემ თვალწინ განვითარდა ამ ქვეყნის აღზევება და დაცემა და აქ ლოგიკური რაღაცა ხაზის პოვნა მინდა რომ კითხვებს ჰაერში ჩამოკიდებულ კითხვებს პასუხი გავცეთ, როგორ შევძელით ასე სწრაფად წინსვლა, რა იყო ყველაზე დიდი შეცდომები აქ, რაღაცები შეგვიძლია აგვეცილებინა თუ არა, როგორ მოვედით აქამდე, სადაც ეხლა ვართ, რატომ დაუმარცხდით ასე ძალიან ამ ეტაპზე. და ეს მინდოდა ყველაფერი რაღაცა ჩემი საქმიანობის პრიზმით მინდა გავაკეთო. არ ვიცი მოვახერ თავს მოვაბავ თუ არა, შეიძლება მოვაბა, იმიტომ რომ მანამდე იმასაც ვერ ვფიქრებდი, რომ წიგნის თარგმნას მოვაბავდი თავს. საოცრება იყო ყველაზე კრიზისულ პერიოდში, რამდენი ენერგია შეიძლება აღმოაჩნდეს ადამიანს. ხო და ამიტომ არის კრიზისი საინტერესო, რეალურად კრიზისში შეგიძლია აღმოაჩინოს შენი შესაძლებლობები და ერმაც ესე როგორც ადამიანმა კრიზისში შეიძლება აღმოაჩინო შენი თავი უკეთესად და კრიზისიდან გამოხვიდე ბევრად უფრო ძლიერი, ისევ იმას იქამდე მივარ ძლიერი იდენტობით, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეხლა ეს ხალხი ქმნის თავისი ხელებით, ეს ადამიანები, რომლებიც დაუღალავად დადიან რუსთაველზე, დაუღალავად იღებენ პროტესტში მონაწილეობას, ადამიანები რომლებიც არათუ არაფერს არ იღებენ აქედან, არამედ უბრალოდ თავიანთ ცხოვრებას რისკავენ, თავიანთ კარიერას რისკავენ.
თავიანთ ფინანსურ მდგომარეობა, რა გარისკეს უკებთ რა არიან ადამიანები დაყადაღებული აქვთ ყველა, მაგრამ მაინც არ ნებდებიან და როცა ამ ადამიანებს უყურებ, აი შეუძლებელია მოგიდეს ამ ქვეყნიდან გაქცევა, შეუძლებელია მოგინდეს დანებება. არ ვიცი, ჩემთვის, ანუ ყველა ადამიანი თითო ასე ვთქვათ, თავდაუზოგავად მებრძოლი ადამიანი მეორისთვის არის მაგალითი და რაღაცა ეს წრე შეიქმნა და ადამიანების ეს ერთობა ეხა თავისი ხელებით ძერწავს ისტორიასაც და თავის ხელებით ძერწავს ამ ქვეყნის ახალ ბევრად უფრო მყარი დენტობას, რომელიც მყარად იდგება ფეხზე, რომელიც გახლეჩვა ასე მარტივად აღარ იქნება შესაძლებელი. გინდა რომ შენც იყო მათ შორის ვიზაც იტყვიან რომ იმის თავგანწირვამ შთაგვაგონა და გაგვაგრძელებინა ყოჩაღად ყოფნაო ისტორიის ამ მონაკვეთიდან ვის არ უნდა მე შესავეკითხავ ისე ძალიან გინდა რომ ეგ არის მამოძრავებელი ძალაც თუ აი ქვეცნებიერად გინდა და რატომაც არა რა ვიცი მეც ის რას იტყვიან ჩემს ეს არ არის ჩემი მამოძრავებელი ძალა ანუ მე მამოძრავებს ყოველდღიურად ის რისი გაკეთებას შემიძლია და როგორ ანუ რაღაც მისია მაქვს ჩემთვის ჩემში და ჩემი ცხოვრების აი რო ვიბადებით ხო ვკითხულობთ ანუ ყოველშაბათს მე ხშირად ვსვავდი ამ კითხვას რატო გავჩნდით და მე რაღაც საჭირო დროს საჭირო პასუხებს პოულობ ამაზე იმიტომ რომ რაღაცა მისიის განცდა ადამიანისთვის, ყოველ შემთხვევაში ადამიანის გარკვეული ნაწილისთვის არის გადამწყვეტი, ანუ ცხოვრების აზრის მიმნიჭებელი. შენ მაგ ნაწილში ხარ. კი. მე მგონი ასე ვფიქრობ. ცხოვრების ამ ეტაპზე. ცხოვრების ამ ეტაპზე. არა, ყოველთვის ვფიქრობდი, იმიტომ რომ რა ვიცი, სხვანაირად არ წარმომიდგენია ცხოვრება, რომ რაღაცა თუ რაღაცა მისი არ გაგაჩნია, ამაში რა აზრი აქვს ცხოვრებას, ხო? ყველა რაღაცა მისიისთვის ცხოვრობს. ზოგი პატარაა ეს მისია, ზოგი საშუალოა, ზოგი დიდია, ზოგი გრანდიოზულია. მე არ ვიცი, მე ჩემი პატარა მისიისთვის ვცხოვრობ. ხო და ეხლა როგორ ფორმულირდება ეგ, რომ ეხლა მეხვიდე ტელევიზიამდე? არა, თუნდაც ეხლა რომ ამ სიტუაციაში შევძელით, რომ გაგვეკეთებინა ეს პლატფორმა, როგორც თავისუფალი სიტყვის ერთ-ერთი ოაზისი, სადაც ღირებული შინაარსის გადაცემები იქნება, ესეც მნიშვნელოვანი მისიაა ჩემთვის, ხო, რომ ეს შევინარჩუნოთ, ეს გავზარდოთ, ამით გავლენა მოვახდინოთ. თხილი ნელი, რასაკვირველია ეს არ იქნება რაღაცა ესეთი ერთი დარტყმით საზოგადოების შეცვლა, მაგრამ ანუ მისია რომ რაღაცა საზოგადოების აზროვნება უფრო განვითარდეს, ანუ საზოგადოება უფრო მეტად დაფიქრდეს, როგორ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, რისთვის გვინდა რომ ვიბრძოლოთ. თუნდაც რა არის თითოეული ჩვენგანის მისია, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე, ხო, ესეთ დამთხოვები, როცა შენი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტში კითხულობ მნიშვნელოვან წიგნებს და ამ დროს წავეკითხე ვიქტორ ფრანკლის უთხარი სიცოცხლეს დიახა. ძალიან ცნობილი ფსიქოლოგის, რომელმაც ცხოვრების რამდენიმე წელი საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა და იქიდან როგორც ფსიქოლოგი აკვირდებოდა თავის თავსაც და სხვებსაც და ძალიან კარგი ეს არის ძალიან კარგი წიგნი, ხა ამის განხილვაც გვექნება კეთისთან. რეკომენდაცია კაციგნია. კარგი წიგნია და რაღაცნაირად პასუხებს პოულობ, ხო? და დროული შეიძლება ითქვას. ხო, როგორ უნდა გადარჩე ამ ძალიან სასტიკ ვითარებაში, რომ გამოცდა ყველასთვის და რაღაცნაირად ზოგჯერ სულ ამბობს ვამბობ, რომ კი ძალიან რთული ემოციურად, საშინლად დატვირთულები ვართ, ხანდახან მგონია, რომ აი უკვე ვეღარ ვამუშავებ ამ ხელა ემოციებს, ხანდახან დეპრესიაშიც ვარ, ბუნებრივია ეს რაღაცა ხასიათის ცვლილებები, განწყობების ცვლილებები, მაგრამ სულ მინდა რომ ამ ყველაფერს პოზიტიურად შევხედოთ, იმიტომ რომ შეიძლება იცხოვროთ მთელი ცხოვრება და ისტორიამ გვერდზე ჩაგიაროს და ეხლა ჩვენ ვართ, სადაც ყოველ დღე ისტორია გვეხება და ჩვენი გადასაწყვეტია
იქ ფეხ შევდგავთ ამ ისტორიის ისტორიის ჩამოვლით თუ არა, მაგრამ ისტორია აგერ არის ჩვენს გვერდით არის და ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ხელებით გამოვძერწოთ ეს ისტორია და ეს არის ძალიან დიდი პრივილეგია. ხა ამ წიგნსაც რო წაიკითხა მივხვდები რომ თუ ამ განსაცდელს მიუდგები როგორც გამოცდას პირადად შენი თავის გამოცდას, აი რას აღმოაჩენს საკუთარი თავიც ხო ძალიან დიდი საიდო რაღაცა შავი ყუთი ადამიანისთვის არ ვიცით როგორ რას მოვიმოქმედებთ ყველაზე კრიზისულ დროს, ყველაზე ბედნიერ დროს, არ ვიცით როგორ მოვიქცევით, რა რესურსებია ჩვენში და ეს არის რაღაც საკუთარი თავის აღმოჩენა, საკუთარი მეგობრების აღმოჩენა, ადამიანების აღმოჩენა, რომელსაც მანამდე არ იცნობდი. ეს არის ისეთი უნიკალური გამოცდილება და ადამიანების დაკარგვა. და ადამიანების დაკარგვა, ხო, რასაკვირველი, ანუ ეს არის ცხოვრება. და რა ის რო რაღაცა წახვიდე სადღაც და ეგ ამ შედიერ ცხოვრებაში რა უფრო გაწუხებს ეს საინფორმაციო ხმაური და ჭარბი ინფორმაცია თუ ემოციები, რომელიც მართლაც ცვალებადი და თავზე საყრელია. აი ამ კონკრეტულ წლებში. იმედგაცრუებები კონკრეტულ ადამიანებში. ყველაზე მეტად. ეს გაწუხებს ვერ მიაჩვია. ვერა. მაინც ბრაზდები, მაინც მაგრამ მე რასაც მივეჩვიე და რასაც მინდა კიდევ უფრო მეტად ვიმუშაო, არის სიბრაზის კონტროლი ჩემ თავში. და ვამბობ, რომ აი ძალიან დიდი სიბრაზის პერიოდი გადავიარე, წარმოუდგენლად დიდი და როცა მივხვდი, რომ სიბრაზე უკვე მე მჭამდა და მანადგურებდა. მივხვდი, რომ ეს სიბრაზე რაღაცნაირად უნდა გამომეკეტა. თუმცა ამ კრიზისში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სიბრაზე მათი საწვავია და ხო, ჩემ არ ვიცი, მე ყველა ადამიანს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, მამოძრავებელი სტიმულები. მე მომისმენია, რომ აი სიბრაზე აძლევთ საშუალებას, რომ არ გაჩერდნენ და რაღაცებს არ შეეგუონ. ეგეთი სიბრაზეც არსებობს. სიბრაზე აუცილებელია, მაგრამ რაღაცა გარკვეული დოზით. თუ სიბრაზემ გაგაბოროტა, ეს ძალიან ცუდია. მაგის ზღვარზე იყავი? კი, ყველა ამის ზღვარზე ვიყავით. და მე მივხვდი, რომ სიბრაზე მჭამდა და ანადგურებდა ჩემში სასიცოცხლო ენერგიებს. და გადავწყვიტე, რომ სიბრაზე, ანუ გადავდო ემოციები გვერდით, აი ეხლა რომ მეუბნებიან, რომ რისი იმედი გაქვს, აი რითი დაგვაიმე. ხო, იცი, ქუჩაში რომ გადიხარ, შეიძლება უცნობ ადამიანმა, სასწორკვეთილმა ადამიანმა გაგაჩეროს და კითხოს, რომ აი შენ მაინც მითხარი რამე კარგი. ზუსტად. შეგეცოდინება. შენ მაინც მითხარი რამე კარგი, რისი იმედი გვაქვს, რამე იმედი გვაქვს და მე ვამბობ, რომ მე გადავეჩვი ამ კატეგორიებით აზროვნებას. აი ხა ამის იმედი მაქვს, ეს მოხდება ამას და აი მე ვამბობ, რომ მე ჩავხარე თავი და მუშაობ იქ, სადაც ჩემ მუშაობას მოაქვს რაღაცა სარგებელი, ხო? აი ვაკეთებ ყოველდღიურად იმას ჩემგან. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ გავაკეთო ის, რაც აუცილებლად გასაკეთებელია ჩემგან, ანუ ჩემი მისიის ფარგლებში. და მე შევხედოთ რა, ანუ აღარ შემიძლია იმედგაცრუებები, აღარ შემიძლია, ანუ ემოციების ესეთი ჭარბი რაოდენობით ჩემში არსებობა აღარ შემიძლია. ამიტომ მგონია, რომ ამასთან ყველაზე კაი გამკლავების მეთოდი არის შრომა, აი რაც შეგიძლია ის აკეთე. აკეთე იმაზე მეტი, რაც გეგონა რომ შეგეძლო. და ანუ თუ ყველა ასე მიუდგება ამბავს, მგონია რომ რაღაცა გამოვა, იმიტომ რომ აი ეს რაღაცის იმედი მაქვს, ეს მოხდება, მე იმედგაცრუება არის საშინელება, ყველაზე ცუდი შეგრძნება, ყველაზე გამომფიტავი, ყველაზე მეტად გწურავს სასიცოცხლო ენერგიებისგან და მოკეთ ჩემი ის არის რომ აი მოკეთ კარგი წიგნია ეს ვიქტორ ფრანკლის უთხარის ცხოვრებას დიახ და ფიქრობ რომ სადღაც ადამიანებმა ამას გაუძლეს საკონცენტრაციო ბანაკში ხა ჩვენსაც უწუნო არაფერი არ აქვს და რაღაცა პრივილეგიად მივიღოთ ის ბრძოლა რომელშიდაც ვართ მე ესე ვუყურებ ყოველ შემთხვევაში ეს ჩემთვის არის გადარჩენის გზა რომ ამას ყველაფერს უყურებ თუმცა ხვალ არ ვიცი რა იქნება კიდე მაგას ვამბობ რომ აი ყოველ დღე უსვავ ჩემ თავს
კითხვებს, ყოველ დღე ვარ საკუთარი თავის ამოცნობაში, საკუთარი თავის შეცნობაში, იმაში რა შემიძლია, რაზე წამსვლელი ვარ, რაზე არა ვარ წამსვლელი. რაღაცა მომენტში მაგალითად ძალიან დიდი ხანი მქონდა დიალოგი ყოველ საღამოს ჩემ თავთან, აი ძილის წინ. მირჩევნია აქ ვიყო და ჭერი საფრთხის წინაშე ვიყო თუ წავიდე. აი მზად ვარ ციხისთვის თუ არა ვარ მზად. აი ამ კითხვებზე ყოველ დღე მჭირდება პასუხის გაცემა ჩემი თავისგან. და ჯერჯერობით რჩები და ამბობ რომ წაწყარ ციხისთვის. ანუ რო წარმომიდგენია რამხელა დეპრესია შეიძლება ვიყოს სადღაც სხვაგან. არ კიდე ერთხელ არ ვიცი, ხვალ შეიძლება სხვა პასუხი მომცეს ჩემმა თავმა ამ კითხვაზე, ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვერ ვამბობ, მაგრამ ეხლა ამ განწყობაზე ვარ, ამიტომ მხოლოდ დღევანდელი დღით ვლაპარაკობ. 4 შაბათამდე არ შეცვალო ეს განწყობა. 2 შაბათს წერთ და 4 შაბათს გავა. შემდეგი 3 დღე თუ შეიძლება. თუ ის არ იყოს რეალობის ცვლილება არ დაგჭირდეს. შეცვალოთ არ ვიცი. ეკა, ხო, მაგრამ ეს ცვლილებები, ხო, აი რაღაც ქვეყანაში ცვლილებები, მედიაში ცვლილებები, ფორმატის ცვლილებები, დიდ სურათში შეიძლება ვიღაცისთვის სხვადასხვა იყოს, მაგრამ აი შენთვის მაგალითად, როგორც ერთი ჟურნალისტისთვის, რომელიც თავს თვლიდი, რომ იყავი ჰარტოქის კარგი წამყვანი, ხო? და წლებია ჰარტოქის გაკეთების საშუალება პრინციპში არ გაქვს, ხო? იმიტომ რომ ადამიანები ვისთან შეიძლება აზრი ქონდეს და ქსიამოვნებდეს ჰარტოქს, აღარ დადიან არ ვიცი რა ქვია მაგას კრიტიკულად განწყობილ მედიაში, სადაც მას რაიმე არა ნავარაუდებ კითხვას დაუსვამებ, ხო? აი მაგ მოცემულობამ როგორ რა დაგაკლო, როგორ ჟურნალისტს? ჰარტოქი იყო ჩემი სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ არის ასე ვთქვათ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არის წარმოუდგენლად დიდი ემოციური გამოწვევა. მე არ მიყვარს ადამიანებს ვაგდებ უხერხულ მდგომარეობაში, არ მიყვარს, როდესაც ადამიანებს უქმნი დისკომფორტს ზოგადად ცხოვრებაში და ჰარტოქში მიწევდა ამ ყველაფრის გაკეთება. იმიტომ რომ იქ შესაბამისად იმიჯი რომელიც მქონდა ძალიან განსხვავდება ჩემი ბუნებრივი იმიჯისგან და ადამიანები რომ მიცნობენ, აი ძალიან გაოცებულები არიან დღემდე ხა მაგ ეს ასე ვთქვათ გამოყოლილი ეს იმიჯი ძალიან მკაცრის და დაუნდობელი. მაგრამ ეს იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო გამოწვევა, ხო, აი ყველაზე საინტერესოა და ხა მე თვალიდან გამოგეცალა. თანამოაზრეებთან როცა ლაპარაკობ, სხვა რაღაცა და როცა ლაპარაკობ, როცა მაშინ ჰარტოქი გაქვს ვიღაცას, ანუ უსვავ კითხვებს, ან შენ უნდა დამარცხდე, ან ის უნდა დამარცხდეს, ეს არის ძალიან დიდი შრომა, გამოწვევა, სხვა მომზადება გჭირდება, მათ შორის ფსიქოლოგიური და მგონია, რომ ამან ყველა რა მოგვაგდო ფორმიდან, ჩვენს პოლიტიკოსებიც, ყველა მოგვაგდო ფორმიდან, იმიტომ რომ როცა ხარ ესეთ რეჟიმში, კაცებით უკეთ ფორმაში ხარ და შესაბამისად ამან ყველაფერმა ძალიან დააკლო საზოგადოებას, იმიტომ რომ ყველა ჩვენ ბაბლებში ჩავიკეტეთ და აღარა გვაქვს, აი ვთქვათ, არგუმენტების გაცვლის საშუალება. მაგრამ მე ჰარტოქი მქონდა სხვათა შორის, ოღონ არა სატელევიზიო სივრცეში, რომელიც არ ახსენა შენთან ირაკლი რუხაძემ. ეს იყო ძალიან სერიოზული ჰარტოქი. ელჩების ეს არა, აქ მე ვეკითხებოდი. ესე არ იყო და ამიტომაც არ მოყვა. არა, ის იმან იგრძნო თავი დაჩაგრულად ამ ჰარტოქში ჩემთან. შესაბამისად, მაგიტო არ მოყვა და მე რომ შენ გადაცემას ვუყურე და ახსენა ჩაიხანა და არ მახსენა მე, იყო ეს ჩემთვის მაშინ მივხვდი, რომ ტრამვირებული იყო იმ შეხვედრიდან, იმიტომ რომ მე ერთი კითხვა დაუსვი ელჩებს მაშინ, რომ რატომ არის ეს კაცი, პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენელი ჩემ გვერდით და რატომ უნდა ვილაპარაკო მასთან ერთად თავისუფალი მედიის მდგომარეობასა და გამოწვევებსა და მე აი ზუსტად ესე ვკითხე, როცა დებატებს რაც შეეხებოდა, რომ მეთქი მე ვიცი ჩვენთან რა თქვენ გაინტერესებთ, რატომ არ არის ჩვენთან დებატები, ხო? რატომ არ არის გვაქვს დისკუსია, რატომ არ გვყავს განსხვავებული, რატომ არ გვაქვს განსხვავებული აზრი ჩვენს ეთერებში. მე გეტყვით პასუხს რატო არა გვაქვს, იმიტომ რომ ისინი არ მოდიან ჩვენთან, ჩვენი მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, მოთხოვნისა და პატიჟებისა, მაგრამ მოდი ვკითხოთ ახლა ირაკლი რუხაძეს, რატომ არის დაბლოკილი მის ტელევიზიაში ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი, არა მხოლოდ პოლიტიკოსები,
და აქტივისტები, არამედ ის ადამიანები, რომელსაც ოდნავ განსხვავებული მოსაზრება აქვთ. და ამის პასუხად მიიღე ეკონომიკაზე, ნაყოფიერ ეკონომიკაზე ლაპარაკი. ის ცდილობდა რომ გამქცეოდა პასუხისგან და მე ვეუბნებოდი რომ მე ხა რომელი ჰარტოგის წამყვანი არის გავაკეთო. მე ვთქვი არა, ამ კითხვაზე ჩვენ არ დავიშლებით, მანამ არ გადავალ სხვა საკითხზე. მანამ სანამ ამ კითხვაზე პასუხს არ გამცემს ჩეხეთის ელჩის წარმოდგენით მასმინძელი იყო და იმასაც უთხარი რომ მეთქი არა ამ კითხვაზე პასუხი ყველას გვაინტერესებს და მან უნდა გასცეს ამ კითხვაზე პასუხი ილუღლუღა და ბოლოს აი ამოილუღლუღა რომ კვესიდაძეს უნდა რომ ეთერში ნიკა გვარამია და მისი ქმარი და უპატიჟეო ნუ ეხა ეს სასაცილო იყო და მოკლედ ეს იმ დღეს სლოვაკეთის ელჩი შემოხდა სადღაც და ნუ მე ვთქვი რომ სამწუხაროდ არ გიცნობს და მე გიცნობ იმ შეხვედრით ყველა ელჩი გიცნობთ ამ შეხვედრით დავიწყებ არ შეიძლება მოკლედ იქ ავინაზღაურე ჰარტოგის დანაკლისი ჩემთვის მაგრამ მართლა ძალიან საინტერესო იყო რომ რუხაძე ხო გინდოდა რომ ჩაგეწერა ყველა მინდა არ გამოვიდა არ გამოდა შეუძლებელია მათი ჩემთან ინტერვიუს ხოთა შორის ჩემი ყოფნა ბოლო ინტერვიუზე რომელიც მოგვცა ივანიშვილსაც არ უნდოდა ის ითხოვდა გიორგი გაბუნიას არა აი 2018 წელს რო ცნობილი ინტერვიუ რო იყო სადაც სამი ჟურნალისტი ვიყავით ეს გავიდა მიმედის ეთერში ყველა ეთერში გავიდა მაშინ გიორგი გაბუნია ითხოვა მაგრამ ეწავეშდი და მე ვთქვი რომ ხო ხედავთ მაშინ ის იყო ცნობილი მიმი იყო ესა რა შეუკვეთეთ და რა ჩამოგივიდა და ვთქვი რომ აი ხო ხედავთ რა შეუკვეთეთ და რა ჩამოგივიდა თქო ჩემზე ვთქვი ვერ გაიგო მეტად ვიცი საკამერები დაბნეული მიყურებდა ხო ხო და ეხლა რომ გქონდეს ესე კარგი ცხოვრება და ვისაც ხელს დაადებ იმასთან შეგეძლოს ჰარტოგის ჩაწერა პირველ ხუთზე ვის დაადებდი ხელს აი დღეს ნუ ივანიშვილს ბუნებრივია პირველ რიგში მომენატრა მასთან ჰარტოგი 2018 წლის შემდეგ კობახიძეს, რომელიც საკმაოდ რთულია და ყველაზე რთულია. აი ჩემი ჰარტოქების ისტორიიდან, იცი ვისთან გამეჯერდა ყველაზე მეტად ჰარტოქი? არა. გონიერ წულგენთან თავი კარგად. აი ძალიან ესეთ დაბალი დონის პოლიტიკოსთან, კუკავასთან, ყველაფერს ეტყუებოდა. ანუ აი როცა ყველაფერს და ზაქარია ქუცნაშვილთან, იმიტომ რომ ყველაფერს გატყუებენ, აი გეუბნებიან შავზე თეთრია. ამ დროს აი ნუ რას ეუბნები? ან ხარ მატყუა რა იტყუები, ყველა ჯერზე იტყუები და სხვა შორის მარტო ჩემი გამოწვევა არ ყოფილა, ერთხელ დავიწყე მაშინ ჰარტოქი, ჩემთვის ესეთი ის იყო BBC-ს ჰარტოქი ხო და ერთხელ უყურებდა სტივენ საგურს ყავდა. რომელიც ავტორიტარული ქვეყნის ლიდერი ხარ მახსოვს რომელიც და ყველაფერზე აი რაღაც ციტატები მოყავდა სხვადასხვა ანგარიშებიდან შეფასებდნენ ყველაფერზე უნებოდა ტყუილია ვერ წაიყვა ინტერვიუ იყო რა ესე კითხოდა რა ესე უნებოდა ტყუილია არ არის ეგრე არ არის იტყუებიან ესენი ანუ აი ესეთ ხალხთან ჰარტოქი ძალიან რთულია რომელიც აი გატყუებს ყველაფერში გატყუებს და ყველა ჯერზე უნდა გააჩერო და უთხრა რომ ეს არის ტყუილი მოკლედ არ არის ჰარტოქი ადვილი წასაყვანი, მაგრამ ეხლა ვოცნებობ. და ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და არჩეი სამი. პაპუაშვილიც ვინ არის ხა ზარქუას ახლა მოვიყვანო ზარქუა. არ გინდა? ზარქუა, როგორ იყო ბექამ როგორ ყორში ამ რაში არქვა? ლურჯ ფეხება რეგვენა. შეადარა არის ესეთი ფრინველი თურმე. ეს არის ბექა ყორშიას ბოლო არაფერს უყურეთ აუცილებლად გამოძახილი. ხო, აი ზარქვა ძალიან ესეთია. არატოლერანტულად. ესეთი დაბალი დონია მოკლედ არ მაინტერესებს მასთან ჰარტოქი. ვინ დარჩა? სამი ყავს ჯერ. ორი კიდე. კალაძე. კალაძე, პირველ რიგში კალაძე. კალაძე სხვათა შორის ჩვენ ვითხოვეთ და ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს. არც გექნებათ. ეგეთი თხოვნები ლეგიონია რაც გაკეთებული, მაგრამ კაი, მეხუთე? მაკა ბოჭორიშვილთან. მაკა ბოჭორიშვილთან. ხო, საგარეო პოლიტიკას.
დიდი სიამოვნებით. და ოცნების გარდა სხვა ხალხთან? აი ბიზნესმენებთან, ვინც ფულს არ გაძლევს მაგალითად რეკლამისთვის. თუ ეკარგით. კი, მინდა. აი რომელთან? აი საქართველოს ბანკის გაჩეჩილაძესთან, რომელიც მე მგონი წუხს იმაზე, რომ კოცობას ვაბრალებთ და ვაბრალებთ იმას, რომ დადიოდა სხვა ბრიტანეთში და ამერიკაში და ითხოვდა, რომ ივანიშვილისთვის სანქციები არ დაეწესებინათ. ასეთი ხმები დადის. და ვიცი, რომ ამაზე ძალიან ნერვიულობს და საკუთარ იმიჯით ნერვიულობს და სიამოვნებით დავპატიჟებდი ჩემ პოდკასტში და ვილაპარაკებდით ამაზე, რა ბედი ელის ჩამოშრალ ქვეყანაში ბანკებს, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან რეგისტრირებულები. გიცდია და არ მოდის თუ არც იცი რა, ხოჩურს არ მიცდია, გულწრფელად ვიტყვი, მაგრამ ახლა გამიჩნდა იდეა და რა ვიცი, მაგრამ რო გითხრა რომ რაღაცა. სწრაფი მოგეცემა. ხო, იგივე რაღაცა გაჩეჩილაძე, უბრალოდ გაჩეჩილაძეზე ბევრი უფრო გამოიკვეთა, როგორც ასე ვთქვათ, რაღაცა ფიგურა, რომელზეც ამბობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრობა უნდა, თუ ივანიშვილს უნდა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშნოს. მოკლედ გაჩეჩილაძე მეყოლება მხედველობაში და ასევე TBC, რასაკვირველია, ხა ერთი და იგივე წონის ბანკები არიან, შესაბამისად ერთი და იგივე პასუხისგებლობა აქვთ მათ. მოკლედ, კი, აი ყველნებისმიერ, მათ შორის აი ეხლა მაგალითად მომინდებოდა ინტერვიუ მამუკა ხაზარაძესთან ჰარტოკი. არ გინდა როცა თუ მაგ ფორმატის დაბრუნება არ გინდა მის მინაზე. არა, სიამოვნებით დავაბრუნებ. არც მაგას არც მგონია, რომ მამუკა ხაზარაძე წამოვიდა ჩემთან ჰარტოქზე, მაგრამ მაგასაც ვსდი, მოკლედ. ჰარტოქი მომანდო. აი, რა მინდოდა ყოფილიყო ამ ინტერვიუს აუთკამი. მოკლედ, აქ მის მინაზე კი არა, ჰარტოქზე ყოფილა. კი ბატონო. თავარი აქცენტი. ორი კითხვა დამრჩა. ერთი, არ ვიცი ვიზუალურ წარმოდგენებში როგორი ხარ, აი ქართული მედია ლანდშაფტი თავის YouTube-იან, TikTok-იან, ყველაფერ დანარჩენიან და ტრადიციული მედიან, რა შეგიძლია შეადარო? აი როგორ გამოიყურება ვიზუალურად? ფრაგმენტირებულია, რა კონსულებია. სხვა ფერებია. ხიდებია შუაში, თუ აი როგორია? გადამხმარი ბაღი, სადაც რაღაცა ახალი სიცოცხლე თავისით იწყება, რაღაცა სადღაც ამოხეთქავს რაღაცა ახალი და ნურჩი. სადაც რაღაცები ხმება, რომლის გადარჩენა არ შეიძლება, სადაც რაღაცების გადარჩენა და მოვლის პირობებში შეიძლება. ბაღი, რომელიც ჯერ არ ვიცით, თლიანად გადახმება, თუ მისი გადარჩენა შესაძლებელია. და ეს სულიერები ვინც დადიან, ვინ არიან? ელფები, ჯადოქრები, მებაღეები თუ? არავინ არ დადის. ეს ბაღი ახლა არის მიტოვებული და რაღაცნაირად არის მიტოვებული და არავინ არ იცის გადარჩება თუ არა. ღმერთის ანაბარაა, გინდა მითხრა? არა. სწორი ადამიანების. ანუ მაინც ადამიანები არიან სამბაღის გარეშე. ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს. და ბოლოს როგორც ჟურნალისტი, რომელიც როგორც წესი იქით სვამ კითხვებს და აქეთ დასმულ კითხვებს იშვიათად პასუხობ უფრო. არა, მიყვარს კითხვებზე პასუხი. ხო, აი რა კითხვა, ისეთი რაც უგინდოდა რომ დაესვა ჩვენთვის და მე ეს ჭკვიანური პასუხები გქონდა მოფიქრებული. და არ დაუსვიეთ ამ დრომდე. არ მაქვს პასუხები მოფიქრებული, უფრო მიყვარს ფიქრის პროცესი. ხოთ შორის იცი რა, არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, ეხლა რამეს გაგიმხელ. როცა ჰარტოქი მაქონდა ხოლმე, ძალიან მემზადებოდი ჰარტოქისთვის, მემზადებოდი ხო ციტატებით, რაღაცა, ამბებით, ფაქტებით, რა, ფაქტებით. და ვფიქრობდი სტრატეგიაზე, ხო, აი რაღაცა, როგორ მოუარო, როგორ ვათქვევინო რაღაცა. მაგრამ აი ახლა ეს გადაცემები მათ შორის რაც მთავარზე მქონდა, რაღაცა საექსპერიმენტო სივრცე იყო ჩემთვის, სადაც მე ვამბობდი, რომ მაგ თემა და მინდა ამ თემაზე მსჯელობა.
და მინდა რომ ეს დრო მაყურებელი ჩაერთოს ჩვენთან ერთად ანალიზის პროცესში. ანუ მე არ მქონდა გამზადებული არასოდეს გამზადებული კითხვები არ მაქვს. მე ვაზროვნებ ჩემს რესპონდენტებთან ერთად და მათთან ერთად ვაძლევ მიმართულებას გადაცემას და ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოსმენა, მათი პასუხებიდან ახალი კითხვა რო იბადება, ესეც ძალიან საინტერესოა. ჩემთვის ყოფილა რომ საერთოდ ისეთი კითხვები გამჩენია ამ სააზროვნო პროცესში, რომელიც გადაცემის დაწყებამდე არ მქონდა. ამიტომ სულ ესეთი ექსპერიმენტები მიყვარს, სააზროვნო პროცესი მიყვარს და ამ სააზროვნო პროცესში მნიშვნელოვანია რომ ყველა ჩართული იყოს, ამიტომ აი ყველას უკრძალავდი ჩემთან გადაცემაში ტელეფონის ხმარება. აი ყველაზე მეტად აი ეს არის შეურაცხყოფელი, როცა სამი სტუმარია და აქედან ერთი ტელეფონში ხედება. ქართული მედიის გარდა მე მგონი არც ერთ მედიაში არ შემიძლია რომ სტუმარმა შეიძლება კამერასთან როგორ შეიძლება, ანუ შენ ხარ მოსული სხვასთან ერთად, რომელიც აზრი არ გაინტერესებს, რომელსაც არ უსმენ. ეს წარმოუდგენელი უპატივცემულობა, უტაქტობა და საერთოდ რა არის არ ვიცი. სამწუხაროდ მე ისე ჩემი ნიშნავს, რომ ჟურნალისტებიც ტელეფონებში არიან. იმიტომ რომ ეს რაღაცა ჩემთვის გადაცემა არის უწყვეტი სააზროვნო პროცესი, რომელშიც ყველა არის ჩართული. ამიტომ არა მაქვს ესე მზა კითხვები, არა მაქვს მზა პასუხები. ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესოა აზროვნება. სხვა რამე კითხე, შენთვის რა კითხვა გინდოდათ და ესვათ და არასოდეს არ მეფიქრე. არაფერი არ გინდა დაგისვა. შენთან საკმარის კითხვებს უსვამ. არასოდეს არ მეფიქრე რა კითხვას მინდა რომ დამისვან რაზე მაქვს კარგი პასუხი. მომზადებული. ხო ხედავ ქართველობაზეც არ მქონდა პასუხი მომზადებული, იმიტომ რომ არა ეს რაღაცა ესეც მუდმივი ფიქრის პროცესია ჩემთვის რა არის ქართველობა ეს არ არის ერთი რაღაცა იმას ყვები რომ აკვიატებული კითხვები გაქვს შენ თავთანაც და სამყაროსთანაც რაც უფრო დიდია კრიზისი ხო ერთი კითხვა არის ის რომ ერთი ცხოვრება მაქვს და ხო შემიძლია ისე ვიცხოვრო რომ რაღაცა ესეთი აბსტრაქტული მორალური ვალდებულებები არ ავიღო, როგორიც არის სამშობლოსთვის თავგანწირვა, სამშობლოსთვის თავის გადადება და ასე შემდეგ. ეს კითხვა ხო არის ჰაერში ტრიალებს, ხო? რაღაცა რატო თუ შემიძლია რომ თქვათ ნორმალურად ვიცხოვრო სადღაც სხვაგან. მაგრამ არის იქ ნორმალური ცხოვრება. არის რაღაც აბსტრაქტული რაღაცები, ხო მოუხელთებელი რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების აზრს და ამ შემთხვევაში რაღაცა სამშობლო არის ესეთი ამ მომენტში რომელიც დატრიალებს შენი კითხვები რომელსაც დატრიალებს კი ამ შემთხვევაში ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს სხვა საფიქრელი არაფერი არ მაქვს მართლა იცი რა მინდა აი როგორც ამოთხეს ისე ველოდები კოლექტიურ სიხარულს ამ ქვეყნის გათავისუფლების და სწორ გზაზე დადგომის. აი მგონია რომ ეს სიხარული, აი როცა ქუჩაში გამოვალთ ერთად გამარჯვებულები, იქნება აი ყველაფერზე უფრო ძლიერი ემოცია, რაც კი ცხოვრებაში მქონია, იმიტომ რომ სხვა არის რაღაცა, რომელიც ისე გეძლევა და სხვა არის რაღაცა, როცა შენი ბრძოლით გეძლევა და ჩემთვის ჩემი სამოთხე ეს არის. ნახოთ აბა, რამდენად გრძელი აღმოჩნდება. ამაზე არ მიფიქრე, ხო და ეხლა ესე ფიქრობ, რომ აი რა არის, ხო და ეხლა აი ყველაფერი მეც მიყვარს ეგეთი ინტერვიუები, სადაც სტუმრები ისეთ რამეებზე იწყებენ ფიქრს, რაზეც არ ვიფიქრიათ. ხო და ეს არის მოკლედ, აი ეს მინდა ერთ გავალთ რუსთაველზე და იქ აი ხალხი როცა ყველას ერთმანეთი გვეყარება, არავინ არ ვიფიქრებ ჩურის ძიებაზე, ვიფიქრებთ იმაზე, რომ მეორე დღიდან საქმის კეთებას დავიწყებთ. მოკლედ ძალიან მაგარი, აბსოლუტურად მოუხელთებელი გრძნობა ეს სამშობლო სიყვარული არის, მაგრამ არის წარმოუდგენლად ძლიერი, აი მომაჯადოვებელი, რომელიც აი გაჯადოვებს და არაფერზე სხვაზე ფიქრის საშუალებას არ გაძლევს, მაშინ როცა გასაჭირშია. პროფესია თავიდანვე იცოდი, ხო და სამშობლო რო გიყვარდა, ეგეც თავიდანვე იცოდი? თუ გზადაგზა მოვიდა. ხო. არა, იცი რა არის, ხა ეს პატრიოტული ლექსებით არ შემყვარები, ანუ ეს მაგრამ აი მახსოვს მაგალითად აი რაღაცა რევოლუცია. ეხლა მახსოვს ჩემი თავი, რაღაცა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაგრამ ვერ შევადარებ ეხლა კანონებს, რაც ეხლა არის.
და ვტიროდი, აი ესკალატორზე ამოვდიოდი მეტროში და აი ვტიროდი. რა იყო რა გადაწყვეტილება? აი არ მახსოვს ზუსტად რაღაცა გადაწყვეტილება წელი? შევარდნაძის. შევარდნაძის დროს ხო და ვტიროდი რაღაცებზე ვტიროდი. ნახოთ აბა როგორი იქნება ამ ქვეყნის შენი და მისმინეს და კიდე დანარჩენი რამეების ბედი მომდევნო წლებში. იცი სადგინდა მაგალითად მისმინე ერთ წელში იყოს, მას დაამატებ. თქვი და ნახოთ აბა ერთი წლის მერე თუ გამოვა. მინდა რომ დავამატო ახალი ამბები, პირდაპირ ეთერი და კიდე რაღაც რამდენიმე გადაცემა, რომლის დამატება მინდა როგორც კი შესაბამის სპონსორს ვიპოვე. კეთილი. მადლობა დიდი, ვისაც დიდი მისმინე, მადლობა. ჯერ არ აღმოუჩენია. აუცილებლად ამერიდან აღმოაჩინე. აღმოაჩინონ და ნახოთ აბა როგორ მოეწონებათ. მადლობა.